რატომ ხშირდება ჭამიდან ძალიან მალევე? ეხლა ვეცდები რომ დეტალურად აგიხსნა ერთ წუთში ყველაფერი. ნახეთ, ჩვენ უბრალოდ მიჩვეულები ვართ დღის მანძილზე ვიღებთ ბევრ მარტივ ნახშირწყლებს. ხოლო მარტივ ნახშირწყლებს აქვს თავისი ცვლის მექანიზმი ორგანიზმში და ნახე ის როგორ მუშაობს. ანუ სიტყვაზე თეთრი პური, ეს თქმილეული და რაცები როცა ჭამ, შენ სისხლში არის შაქრის დონე, მინიმალური ზღვარი და მაქსიმალური. ზოგადად ნორმაში უნდა იყოს, არ უნდა ვჭამოთ ძალიან ბევრი მარტივი ნახშირწყალი, მაგრამ როცა ჭამ, ჩვენ სისხლში შაქრის დონე ძალიან მაღლა ვარდება, ანუ ნორმაზე მაღლა ადის და ამ დროს ორგანიზმში არის განგაში. წარმოიდგინე, სისხლი გასქელდა ამდენი შაქრისგან, ბევრი რაღაცა შეიცვალა, ვეღარ მოცლობს კაპილარებში და ორგანიზმმა როგორღაც ეს შაქარი უნდა დაარეგულიროს. და ამ განგაშის გამო ნორმაზე მეტი ინსულინი მუშავდება და ნორმაში კი აღარ ჩამოაქვს შენი შაქარი სისხლში, არამედ ნორმაზე დაბლა ჩამოაქვს და შაქარი აღმოჩნდება თუ არა ნორმაზე დაბლა, შენ ორგანიზმი გაძლევს სიგნალს, რომ მას ჭირდება ენერგია, მას ჭირდება საკვები და მაგიტო ხშირდება ძალიან მალე. უბრალოდ შეამცირე მარტივი ნახშირწყლების რაოდენობა შენს რაციონში და მადის დალაგება 3-4 დღეშივე უკვე გაგიმარტივდება და აღარ გაგიჭირდება.